art festivals. ლეგენდარული და განუმეორებელი ქალბატონი თამარ გვერდზითელი. სამშვიდობის საძირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ძალზე მოხარული ვარ დღეს სცენარში თქვენთან ერთად რომ ვარ და ამ შესანიშნავ ფესტივალის მონაწილე გავხდი მეც. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ ყოველთვის რადვართ ვიყოთ თქვენთან, ხარში ამოგიდგეთ და ჩვენი სიმღერები თაობებს გადასცემოდეთ. დიდი მადლობა. ქუშილობა გაგზავნეთ. ჩვენ დღეს გვინდა მოვაწყოთ კონცერტი შეხვედრა ადამიანთან, ლეგენდარულ მუსიკოსთან, რომელმაც არამც თუ საქართველოს მსოფლიოს გააცნო თავისი სიმღერით საქართველოს, არამედ ძალიან ბევრს აჩუქა ის ულამაზესი სიმღერები, რაც მას აქვს რეპერტუარში. ძალიან გრძელი და ძალიან დადურთული ცხოვრება გქონდათ ყოველთვის. ჩვენ გვყავს აქ ბავშვები, რომლებსაც უნდათ რამოდენიმე კითხვა დაგისვა და შემდგომში ბავშვებო ალბათ გააქვთ ხო კითხვები. აი ზუსტად შემდგომში მოგაწვით მიკროფონს და თქვენ შეძლებთ დაუსვათ კითხვები. ჩვენ ძალიან დიდხანს გელოდებოდით თქვენ ამ არაჩვეულებრივ ქალაქში, იმიტომ რომ როგორც მე ვთქვი, ყველა ჩვენი ფესტივალი, ასე ვთქვათ, ჩვენი ფესტივალის ჰიმნი არის სიმღერა, რომელსაც თქვენ ასრულებთ, ვაჟა აზარაშვილის სიმღერა მუსიკა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩემი ოცნება ახდა, რაც შეეხება იმას, რომ თქვენ აქ გრძელდებთ. დავიწყოთ იმით, თუ რა არის თქვენთვის სცენა და რა არის თქვენთვის სცენაზე გამოსვლა და აგერ ახლა ვიყავით სცენა კულისებში და იცით როგორ ის მეგონა საერთოდ მე მგონია რომ მარტო მე ვიყავ ხოლმე როდესაც გავდივარ სცენაზე და მე დღეს ცოტა სხვა რაღაცას დავინახე. დიდი მადლობა. სცენა არის ჩვენი ცხოვრება. სცენა არის ჩვენი აღსარება, სცენა არის ჩვენი სიცოცხლის ყველაზე ნაზი და ძლიერი ადგილი, სადაც ჩვენ მოვდივართ ჩვენი მუსიკით, ჩვენი სიმღერებით და გვინდა მაყურებელს გავანდოთ, გავაცნოთ და ვესაუბროთ მუსიკის უკვდავ ენაზე. სცენაზე გამოდის, რომ მე 9 წლიდან მდგავარ სცენაზე, როდესაც გავხდი ანსამბლის სოლისტი. აი დღიდან მდგავარ სცენაზე და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რასაკვირველი ბავშვური კოლექტივი, მაინც მე ვთვლი, რომ პირველი წარმატება, პირველი აპლოდისმენტები, პირველი მოწონება, პირველი ახტოვანება ჩვენ მივიღეთ ესეთ ასაკში. 9-10 წლის ვიყავით ბზიურის წევრები. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ სცენარში შეგვაყვარა ბზიურმა პედაგოგებმა, რასაკვირველია, ვინც შექმნა ჩვენი შესანიშნავი კოლექტივი. ეს გახლავთ რაფაელ გაზარიანი და გურამ ჯაიანი. ეს გოგოები ალბათ ჩვენ თაობას ყველას ახსოვს ბზიური და მე მიხარია, რომ აი ჩემს მეგობრებთან ერთად ესეთი შესანიშნავი ბავშვობა მქონდა მუსიკით ახსავსე იმითი, რომ ჩვენ ვსწავლობდით და მქონდა რეპეტიციები თითქმის ყოველ დღე, იმიტომ რომ სხვანაირად ვერაფერს ვერ მიაღწევთ და თქვენ იცით რეპეტიცია ეს არის ნახევარი ცხოვრება რეპეტიციაში გადის ჩვენთვის და პირველი რეპეტიციები ზუსტად ბზიურში, ასე ვთქვათ, გამოვცადეთ და განვიცადეთ. სცენარის მე
გადიოდა დრო და გასაგები ხდებოდა, რომ სცენა გახდება ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და ყველაზე სათუთი ადგილი, სადაც მე გამოვდივა ვღელავ როგორც ბავშვი ყოველ გამოსვლაზე, მაგრამ მე მგონია, რომ პროფესიონალები ღელავენ ისევე როგორც დამწყები არტისტები, დამწყები არტისტები ისე არ ღელავენ, იმიტომ რომ პროფესიონალებს მაინც სხვა პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ სცენარის და სცენა და მუსიკა არის ეშმა დემონი ღმერთი, როგორც სიმღერაში. კიდე ერთი ფაქტის და მე ბავშვებს ვთხოვ, რომ ცოტა ახლოს მოვიდნენ, ვისაც აქვს ის კითხვები, რომელიც კიდათ რომ დავუსვათ ხალხთან თამაშს. პირველი სიმღერა თუ გახსოვთ თქვენი, თუნდაც მზიურში და თუ იმის მერე იმ სიმღერას თუ ასრულებთ დღემდე. დიახ, მახსოვს ის სიმღერა ფილმში შევიდა, ქვია მერცხალივით იჩიჩიკე, ქალბატონ მერი დავითაშვილის მუსიკა, მოცი პოცხაშვილის ლექსი. მერცხალივით იჩიჩიკე პირველი სიმღერა, რომელიც აი მზიურში მიმღერე პირველად და მე აი ფილმშიც აღმოჩნდი ამ სიმღერით. ეხლა ღერი ვარ, ზოგჯერ როცა ისეთი საღამოებია, ღერი ვარ და ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ეს ბავშვობის სიმღერა გამოყო აქამდე. თუ შეიძლება მე ჩავალ და და ბავშვები მოვლენ, რომლებიც თქვენ დაგისვავენ კითხვებს. თუ მანამდე ეს რაღაცა შეასრულოთ. დიახ. დასაყვარელია. Потом вакуума ახსენე ფესტივალზე ჟღერს ერთ-ერთი ჩემი სიმღერა, რომელიც საქართველოს ქვია. მე მინდა ამ სიმღერით დავიწყო ჩემი გამოსვლა.
მინდა ბავშვებს ვთხოვოთ, ვისაც აქვს კითხვა